დედა უღვთისა, წმინდა მარია, შენი წილხვედრი ქვეყანა გიხმობს. ფარადაღუდეკ შენ დალოცვილერს დადაგვეხმარე გზა აბნეულ მრევლს. შენით მოვსულვართ დღემდე ქართველი, სხვადასხვა რჯულის ყოლია მტერი. მტერი ძლიერი, მრავალჯერ მეტი, მაგრამ ვერ შეძლეს მოსპობა ჩვენი. ნეტავირადო უკვე დიდერებს, პატარა ერი როგორ გადარჩა. მათ არიციან, რომ ჩვენ მებრძოლებს შენ ფარველობდი, გრძნობდნენ შენ ძალას. გულანთებული ჩვენი გმირები წინ მიიწევდა, მტერს მუსრს ავლებდა, თავს ზოგავდნენ გადაერჩინათ მამული, ენა, სარწმუნოება. დღეს საქართველო განსაცდელშია, ახალგაზრდობა გარბის ქვეყნიდან. სიღარიბე და უსამართლობა არის მიზეზი მათი გაქცევისა. ვინც დარჩენილ ახანდასმულია და სიბერეში სდიან პატარებს. მშობლები ცხრამთას გადაეხვეწილან, ვეღარ იცნობენ დედებს და მამებს. ვეღარ მრავლდება ქართველი ერი, ყოველ დღე სადღაც ქრება სიცოცხლე. ამდელში მკვდარი დედა ქვეყანას ჯერ არ ყოლია ომების შემდეგ. დავცოტავდით და დავბადარავდით, გამოიკეთა სოფლად სახლები. ქალაქში თითქოს ხალხმრავლობაა, მაგრამ მცირეა მათში ქართველი. კარიხია გვაქვს, ყველა შემოდის, ხელისუფლება მას ეინება. ვინ მოყვარია, ვინ მტრად გვექცევა, როცა გავიგებთ, გვიან იქნება. ქართველი უკვე მის ქვეყანაში ვეღარ პოულობს ადგილს შესაფერს. დაბნეულია და აღარ იცის საით წავიდეს, ვისთან შეთანხმდეს. ერიშუაზე გახლეჩილია, ვერ გაუგია ვინ არის მტერი. ერთმანეთს ჭამენ და არ ფიქრობენ, რომ გვეკარგება სამშობლო ჩვენი. ძნელბედობის ჟამს გიხმობთ ქართველი, ისე ვილოცე დედაო ჩვენთვის. გაამთლიანე ქართველი ერი მყარად დაუდგნენ ერთმანეთს გვერდით. თუ ყველა ერთად ვიბრძოლებთ მტერთან, გამარჯვებისთვის ვილოცებთ ღმერთთან. ძლიერი ძალა მთებსაც გადადგამს და გადავარჩენთ მშობელ ქვეყანას. სისხლით მორწყულ ქართულ მიწას აღარ უნდა სისხლის წვიმა. ქრისტე ღმერთო ღვთისმშობელო აგვარიდე გმირთა გმინვა. ტაძარში შევოთ, მუხლებს მოვიდრეკთ, თვალცრემლიანი აგინთებთ სანთლებს. შემოგავედრებთ შენ წილ ქვეყანას, რომ გამოსტაცო ხელიდან ჩვენ მტრებს. დედაო ღვთისა, წმინდა მარია, გთხოვთ შეისმინო ჩვენი ვედრება. კვლავ გადმოხვედო შენ წილ ქვეყანას და შეავედრო შენ შვილს ღმერთს მაღალს.